არაბების ბატონობის დროს სამშვილდე თბილისის საამიროს ექვემდებარებოდა. მე-10 საუკუნის ბოლოს და მე-11 საუკუნის დასაწყისში სამშვილდე სომხთა მფლობელობაში იყო. მე-11 საუკუნის 60-იან წლებში ბაგრატ მეოთხე მის გაათავისუფლა სომხებისგან, თუმცა მალევე სამშვილდე თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს და მხოლოდ 1100 წელს შეძლო დავით აღმაშენებელმა სამშვილდის თურქ-სელჩუკებისგან გათავისუფლება. მე-13 საუკუნეში უკვე მონღოლებმა აიღეს სამშვილდე. მე-15 საუკუნის 40-იან წლებში თურქმანთა სახელმწიფოს მბრძანებელი ჯეჰან შაჰი 20,000-იანი ლაშქრით მოადგა სამშვილდეს და 27 მარტს აღდგომა დღეს ალყაში მოაქცია. 50 დღე იცავდნენ ქალაქს ქართველები. ჯეჰან შაჰმა მაინც მოახერხა მოტყუებით ქალაქის აღება. ათასობით მცხოვრები გაჟლიტა და ქალაქი გაძარცვა. როგორც მემატიანე გადმოგვცემს 1440 წელს შაჰის ბრძანებით ციხის შესასვლელთან 1664 ადამიანს თავი მოჰკვეთეს და მოჭრილი თავებისგან მინარეთი ააშენეს.